დე, წავედით ჩვენ. მა, სად მივდივართ? ჯერ ქუთაისში მივდივართ. მერე პრაღაში მივდივართ. მერე ჟენევაში მივდივართ. მერე ლიონში მივდივართ. მერე ჟენევაში ისევდე და მერე საბერძნეთში, ათენში მივდივართ. მერე კიდე ისევ ქუთაისში და მერე ისევ თბილისში. ხო, მა. წავედით. პირველი მოგზაურობა თეოდორთან ერთად. თეოდორს ჩაეძინა უკვე. წავედით ქუთაისისკენ ბენზინის გავავსებთ და წავედით აეროპორტში. მამიკოს დაბადების დღე აქ და ქუთაისის ჩამოვედით. აბა, ყოჩარი მამიკო ხოს? აი. ახლა შევალთ, მოვემზადებით და გავუფრინდებით. მა, შენ კი არაფერი გემახსოვრება, მამიკო, მაგრამ ამ ვიდეოს გაჩვენებთ მერე. აგუ? რაო, მამიკო? რა სამბობ, მა? აგუიანებ თვითფრინავე, მამიკო. და აგუიანა თვითფრინავ, მამა. ჯელველ გავფრინდებითო, ბიჭო. საათით გადაიდო ფრენა. კიდე კარგად ხარ შვილო. ხო, ჯერჯერობით 2 საათი. წინ კიდევ 2 საათი. თითქმის 3 საათიანი ლოდინის მერე ავფრინდებით. მამაზე ბურთი კეიფობს. დედიკო ნერვიულო. თეოდორ, მა, შენ რო გაიზრდები და ლაპარაკს ისწავლი, აი ამ ვიდეოს გაჩვენებ და უნდა გკითხო, აი ეს ნახატი, მამიკო, რატო მოგეწონა ასე ძალიან და რატო ეთამაშები მთელი გზა. ხო, მა? დაიმახსოვრე, იცოდე და მერე რო გაიზრდები მითხარე. კარგი? ესეც პრაღა. თეოდორი ბურგერ კინგში თან პრაღაში ძალიან კარგად ერთობა. აი შეო, ვაი, ეს მამიკო აქ არის. აი, ბურგერ კინგი ჩახარი. დედიკო? ნუ მე ჩახავარ. აი დედიკო. ბუჩი? ბუჩი? ვუყები როგორ უთხთან. გილოცავთ ესა მამიკო დაბადების დღეს. Thank you very much. ვაინი, მადლობა. Baby, happy birthday, mamiko. Happy birthday, mamiko. გილოცავთ. მადლობა. 28 წლის გახდა მამიკო. მუსიკალად ვალჩალთ ეცონეტა. ოჩავთ. ჯაკლე. მა, ფუ, შევბერცული. ჩაიფიქრეს.
პეტია ენა. ნეტა როდის მობეზგდება ასე ენის გამოყოფა? ვაუ! თვალებს შეხედე, ხანას რო უყურებს ხანას. ლამაზიანი. თეოდორ. მირი გაგიშრეთ. მომეწოდეს. მათ შეხედის დროს უყურებს და ეს მოეწონა. ერთ შენობას რო უყურებს, თვალს გააყოლებს, მე სხვა რაღაცას დაგვირდი. ხო. თვალს გააყოლებს, მე სხვა რაღაცას. კარგი. მოდი მა. ამას უკეთებზე გიბდე. ხო. ყველაფერს გამოვაჩინ. თუ არ შეჭამ ტაკოზე მოხდება. გოდურას მოშივდა და კეიფობს. დედაჯოლევა. კიდევ ვაკეთებავიკო. აბა მოდი. ჰოპა. ლალო. ჰოპა. კაკიო. აუ, ჩამოდურგლა. წვერსეკა. მართლა. შედორბლიანო შენ. უი, რა მხელებია. ამ ხელად ცხენები არ ვინახავს არასდროს. რა ვიწრო ქუჩაა? დიდი მოსვლა გავუკეთე რეკლამა რომ ბავშვის გადაადგილებაში. რომელიც აქიმალემა. საით გავიხედო არის.
გასასვლელი. უახლოვდით ამ ციხესაც. აგე შოთა რუსთაველი. რომის პაპია ალბათ რომელიმე. იქ ძალიან მეორე რომის პაპის სისი ხანდაკება. ხო, კი. აბა მოდი. დე. მე თეოდორ. მომხედეთ აბა. მოგეწონა მა? მოიხიბლა. კი, მოეწონა ძალიან. დაველოდოთ 5 ნომერს. ეს გადაღუნული კოშკიც ნახეთ და ახლა უნდა ვჭამოთ ცეწელები. ეს ბავშვი ունები? ხო. აი ეს ძინავს. სიარულის ვახი ჭუჭულოდინე. წავედით პრაღიდან ჟენევაში. თეოდორს ისევ ძინავს. თეოდორს ძალიან უყვარს თვითმფრინავში რეკლამები და სტიკერები. აი მაგალითად ეს ყავა მოეწონა ახლა. ჟენევას კადრებით დავაფიქსიროთ. დედიკო და მამიკო დაიღალა. კოდორა კაცი არ დაღლილა. ეს არის. მაიმუნობს. ოჩი და გუჩდება მაქსიმუმ.
მე აქ ცოტა მეტი 43 და იგიც ოდნავ რაღაცა. მოიხედე? მეცე გაჩერდი? მოეწონა ნახე. ფერადი ფოთლები როა მაგას უყურებს. ნახტვალები დახუჭული აქვს, ხო ისე ეძინება. თეოდორი მიდის ბებიასთან და ბაბუასთან. საფრანგეთში, ლიონში მიდის ჟენევადან. მატარებელში პირველად ზის. უკვე ორ ქვეყანაშია ნამყოფი. ჩეხეთი და შვეიცარია. ახლა მესამე დაემატება საფრანგეთი. თითქმის ხდება როდეს ზეგის. ვალა, ყველაფერი ჩალემახსოვრება. ბუთი ზუფეხებზე კიდია ყველაფერი. ბალი ათიშაურია ვექი. თავის ტრანსპორტს ეთამაშება. ვერ მიწდა და გაბრაზდა. ბუთი? თეოდორ? ძლიერი კოსტე. შნაია მოგოზე მაგკოსტე. ხოზე დაბარა. ხოიკე. გადავიღოთ გზაც რამე ადგილები გამოვაჩინოთ. შენაშვები, ბუთი რა ჩვება? მიჩინის. სენტრალურ სახლში მიდიო. სახლში მიდიხარ კი? ლიონი საქართველოს თბილისში კი. Tetli კვაკი. ვისერი შიშილა. Tetli კვაკი. ოქროს კოჩორი, იცი როგორ უბზინავს სინათლეზე. ფოტოჩკა დაუგელა. გადაიფურთხა. მალე მოვალ. ეს მესამე ქვეყანა თეოდორისთვის. შემოვედით საფრანგეთში. კი ჯობია, მაგრამ ეს ლამაზი ადგილია.
დაკავებულია ალბათ. ყველაფერზე კომენტარს რო ვაკეთებთ. ანუ ჩვენ გვეთქვის კომენტარი, იმიტომ რომ მთელი საქართველოს მივიარეთ. საფრანგეთში, ესპანეთში, აგერ უკვე ჩერხეთ იტალიაში რა გუნდან ვარ. თურქეთი, ახლა საბერძნეთი. დიახ, თქოთ გავაგზავნოთ. ჩემი საზრით. ძალიან პრეტენზიული ვოიაჟერები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ბევრი ადგილი გვაქვს, მაგრამ სვანეთის მერე კიდე რამე რო გაგვიკვირდება წარმოიდგინეთ. არა, სვანეთს არც შევადარებ ამას, უბრალოდ აქაურობასთან შედარებით რა. კაი ადგილია, ლამაზია თორე. რა სვანეთი და რა ესა, ხო არ გადაო. სვანეთი. ან მარტო სვანეთი ახლა საერთოდ აპარელი. ყველა ადგილი ძალიან მაგარია საქართველოში. ხალხია რა. ხალხია ცოტა ისე რა. ცოტა გამოსასწორებელი. დასაფილტრი რა. გამოსასწორებელია. საცერში უნდა ჩაყარო რა. აგი ეკლესია პირველად დავინახე სიმაღლეზე, ხო. Prochain arrêt, next station, nächste Station, Seyssel-Corbonneau. Seyssel-Corbonneau-ში შევდივართ. სამენაზე თქვა. ეს ჭიათურა. ჭიათურასაც მალე გავჩნდებით. აი როგორი გზები გვაქვს ჭიათურაში. კარგია. ოდნავ დავეღალეთ და ცოტათი გვეძინებო. სულ რაღაც 2 საათი გვეძინის. მაგრამ მალე ჩავალ. ფოტოშორის უკეთეს ხედებს ველოდ. ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს უკვე ხო? კაი ხედებია, უბრალოდ რაც მოდივართ ერთი და იგივეა სულ. სულ ერთი, არა და სხვა ქვეყანაში ვარ. ესეც ლიონი. თოვლი მოდის. ჩანს კაცი? კი. ხო. თეოდორი პირველად მიდის მეტროში. პირველად. აბა წავედით. აი ხედა? Gamma imundi. გამოჩნდება ღამე. გამოჩნდება. ფარებში ხედავ. რუანში მივდივართ ხო? რუან. ვა, გინახე როგორი თოვლი აქვს.
ესე ლიონის კადრები რო არა გვაქვს. ლიონის კადრები არ გავისეირნოთ და მე რო გავისეირნებთ ისიც გადავეკოთ. ეს არის ბორჯომის ტყეპარკი. ხო, ბორჯომ ხარაგაულის ეროვნული ტყეპარკი. კი. ნამდვილად ბორჯომია. არ არის. ან ფრანგულად დახა. ხო, რა კაი ადგილია. ძალიან ლამაზი ადგილია. აგი რამდენი თოვლი ყოფილა. ხო, დედიკო თოვლი. მა, პირველი თოვლი საფრანგეთში ნახე, ბიჭო? შვეიცარიაში არის თოვლი. იტალიაში ედინათან. მაგარი არის. ნოემბრის 22-ზე. აგერა ლამაზ ადგილზე მოვედით. არფა პირველად ნახე ლაივში. მაგარი. მა წამორო გაჩვენო მა. თეოდორს უნდა ვაჩვენო ეს. ეს რა არის კეთი? ფხალინე არის. ხალინე რა არის? სპეციალური ჩურჩხელასავი თქონდა საქართველოში, ეს არის მხოლოდ ლიონში რომ აკეთებენ და ლიონური ნამცხვარი. აჰა, ლიონური ნამცხვარი მა. მოდი გაჩვენო. ფხალინე. მოდი შეხედე მა. შეხედე, ნახიება. მოგწონს? სამწუხაროდ ახლა ვერ შეჭამა მას. მე სხვა დროს ცოტა დიდი რო იქნები. ახლა თითი შეჭამა. ნამცხვრის გემოზე. კეთ სად მივდივართ ახლა ეგ გთხოვარი? კათედრალზე, ლიონის კათედრალზე. წავედით თაწმინდაზე. რა დროს დარეკის ზარი? ლიონის ხედიც გადავიყოთ, აბა. სულ არ მომნატრები აქ. რა? საერთოდ მომნატრები აქ. აა მომენატრები. რო წავედით ეგრევე მომენატრები. რაღა? ათენი ნეტა როგორ იქნება? მაგარი. იქ რაღაც დასახლება ჩანს, ნახე შორს. რა მგონია? იქაც რაღაც ძველებური დასახლება ჩანს. ვიოლიონი კი არა, ვიოლიონი პირდაპირ არის. ეს 4-5 წელი სათამბჯენია ქალაქში, ხო? 1 2 3 4 5 მაღალსართულიანი, 6 მაღალსართულიანი შენობაა. თანასლოგინებს. დოკუმენტი რომ მოყოლებაში
დავიდე ბოლოს. ოპა. ესე ჟენევის აეროპორტი. ათენში მივდივართ და აეროპორტში აქვთ როლექსის საათი, კედლის. წამოვედით ლიონიდან. ჟენევაში ვართ და მივდივართ ათენში. წავედით. ფრინავით მალე მოვა ალბათ. ვიდეოში არ ჩანს იმდენად კარგად. ნახე ალპებია, შეხები რა ლამაზია. ათენში ჩამოვედით და წავედით სასტუმროსკენ. თეოდორი ათვალიერებს გარეთ რაღაცეებს. ესეც ათენი. ხო. ციცინათელები არიან ხეზე. თეოდოროს არის თამასული თავის სახელის წარმოშობის ადგილი. აჰა. აქ რაც ვიქნებით თეოდოროს უნდა დაუწო. აღარ ჭამს ხო ამას უკვირდება. მა, რას უყურებ, მა? თვალები აუჭრელდა. ავიდით აკროპოლისზე. გაგვიმართლა ამჟამად, შემოგვიშვეს, იმიტომ რომ 5 საათზე ვიკეტებით, და ეხლა 5:20 წუთია. და რამდენი ხალხია? გადაპრიალებულია ნახე ეს. გადაპრიალებულია ხალხისგან.
წინ ზღვა ჩანს. ნახე ლეგო ფავითარი. ჭიდო. შეხედე. ზემოთ. როგორია? აი კუბიკები, ხო. ის აღდგენილია, მე მგონი, ნახე. თუ გარედან ქონდა და ჩამოფსკრილია დანარჩენი. მე მგონი ეგრე აქვს დამაგრებული. როგორც კუბიკები. მაგრამ როგორ აიტანოს ამ სიძინე? ეს როგორ მიყურებს? ძალიან თეთრია, ხო? მომხედეთ შემოლამაზებო. დედა ციკვალურო. ჩემი სიხარულეები. ათენი. ესეც 7 ქვეყანა თეოდორ. აბა? იქ რატო შეიძლებოდა ნეტა შეხება? რავი, რატო წარმალავს. ო, ბავშვიტილის. ბავშვი, მონანაციალი. ბავშვის ძინავს. გაჩერდი მოცა? თეოდორუს ლაბაძე. თეოდოროს. ესეც ახალი წელი ათენში. ოღონ ცოტა ადრე ახალი წელი. აი ახლა. ერთი თვით ადრე ახალი წელი. ნუ. წავედით სახლში. აწყვე მე რამდენი დღეა რაც 16. ყოფილვართ 16 დღეა და მეოთხე ქვეყანაა და აწყვე სახლისკენ ჰერი და ძალიან დიდი მადლობა როგორ კაგებიც იყავით. ოჩაღი ბიჭი. დავბრუნდით ქუთაისში. ასე დასრულდა ჩვენი მოგზაურობა. თბილისში რაღა მოგზაურობა.